დღეს შევიკრიბეთ წმინდა ტაძარში, რომ ჩვენს ოსანა გვეგალობა და გვედიდებინა უფალი ღმერთი ჩვენი. სევდანარევი დღესასწაულია, ჩრდილი ახლავს ამ დღესასწაულს. ამ დღესასწაულიდან იწყება მარცხოვრის ვნების კვირად წოდებული დღეები. ოქროს კარიბჭიდან შედის უფალი იერუსალიმში ამხედრებული კიცსაზე და კარაულისასა, მოჰყვებიან მას მოწაფენი და მთელი იერუსალიმი შეძრულია. პასუხის დღესწაული მოსულია და მსოფლიოს იმპერიის დედაქალაქი იყო რომი და ამ დღესო იმდენი ხალხი იკრიბებოდაო, როგორც რომში. ესე უამრავი ხალხი იყო გარემიდგომილი, ქალაქი ვეღარ იტევდა. და აი ოქროს კარიბჭის შედის უფალი და მას ეგებება უამრავი ხალხი. თითქოს აი სამწლიანი დაგროვილი სიყვარულმა ეხლა გამოხეთქა. იცით რომ უფალი 3 წლის მანძილზე უამრავ სასწაულებს ახდენდა, საოცარ მოძღვრებას გადასცემდა, ეშმაკებს იმორჩილებდა და განსდევნიდა, სტიქიებს იმორჩილებდა უფალი. ამას ხალხი ხედავდა და კულმინაცია ამის ის იყო, რომ 4 დღის მკვდარი ლაზარი აღადგინა მკვდრეთი. შეიძრა ხალხი, გაკვირდა ხალხი და აი ამ 3 წლის თავზე მთელი ქვეყანა შეიკრიბა და დიდება მიაგო უფალს. და ვისი მოსვლა უხარია ადამიანს, როცა სტუმარი მოდის, როცა მეგობარი მოდის, როცა სახლის პატრონი მოდის. ამ ქალაქისა და ქვეყნის პატრონი მოვიდა ამ დროს. და ნეტარი იყო ხელები, რომელიც უფლისკენ იყო გაწვდილი როგორც სტუმრისკენ, ასე მიიჩნევდა ზოგი. ნეტარი იყო ბაგე, რომელიც ადიდებდა უფალს, როგორც მეგობარს. და ნეტარი იყო სული, რომელთაც შეიტკვეს უფალი და მიიღეს უფალი. მაგრამ აი აქ მოხდა ორი უცნაური რამ. ერთნი ადიდებდნენ და მეორენი ბრაზობდნენ, ეუბნებოდნენ, რომ გააჩუმეო ეს ხალხიო, ოსანას რო გიგალობსო. არ და ხალხი ყაღადებდა, ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი სახელდობს. ანუ ორად გაიყო მაქებელები და მაძაგებლები. მაცხოვრის ცხოვრებაშიც ორად იყო გაყოფილი. ზოგი მიჰყვებოდა და უყვარდა უფალი, ზოგი გმობდა და ემტერებოდა და ქვას აღმართავდნენ, რომ დაეკრიბათ მას ზედა. აი სულ ცოტა ხნის წინ ლაზარე რო აღადგინა და მერე სიმონის სახლში შევიდა, სიმონ კეთროვანი განკურნა, მოვიდა ქალი მტირალი და ალაბასტრი გახსნა და ზეთი დაასხა უფალს. იქაც ორად გაიყო აზრი, რატომ დაასხესო ესო უფალს ეს ძვირფასი ზეთიო, გაგვეყიდაო, გლახაკებისთვის დაგვერიგებინო. კაინ და აბელის დროსაც ორად გაიყო სამყარო და საერთოდ იცოდეთ, რომ ორად არის გაყოფილი კაცობრიობა. ან ღმერთთან დგას ადამიანი და ან ღმერთის წინააღმდეგ. ან ღმერთისთვის ცხოვრობს და ღვთის დიდებისთვის ცხოვრობს, ან ღმერთს ეწინააღმდეგება ადამიანი. აი აქაც ორად გაიყო. მიუხედავად აი ასეთი რამ ხდებოდა, ორად არის გაყოფილი ხალხი. და მეორედ მოსვლის დროსაც ორად გაიყოფა. და მარჯვნივ და მარცხნივ და ვინ დადგება მარჯვნივ უფლის ხაზს და ვინ მარცხნივ. აი ამ ცხოვრებაში სადაც იდგება, მარჯვნივ თუ იდგება, იქაც იმ ბოლო ჟამის დროსაც მარჯვნივ დადგება. თუ მარცხნივ იდგება თავის ცხოვრების წესით ადამიანი, მაშინაც მარცხნივ დადგება. ვირზე ამხედრებული შევიდა უფალი და არა თეთრ ცხენებზე
და ოქროს ტახტზე მჯდომი. რესი სიმბოლო იყო ვირზე ამხედრება, რომ ცხენზე ამხედრებული ომს იწყებდნენ, ვირზე ამხედრებული, ესე იგი მშვიდობა მიჰქონდათ. მშვიდობის მომტანი ვარ, ვაჩვენებს უფალი. თავმდაბლობა აჩვენა ვირზე ამხედრებოდა და გვასწავლა, რომ ზეციურ იერუსალიმში თუ გინდა შესვლა, თავმდაბლობა არის საჭირო. პალმის რტოებს გამარჯვებული მეფეს უფენდნენ და რაზე გაიმარჯვა უფალმა? სიკვდილზე გაიმარჯვა უფალმა, ეშმაკზე გაიმარჯვა უფალმა. ჯოჯოხეთში მყოფი ლაზარეს სული ამოიყვანა და უკვე გახრწნილი იშლებოდა, ყროლდისღა უფალო მენდა ლაზარეს დაეუბნება. და ანუ ჩვენ ბზებით ვეგებებით, რომ ჩვენც გვინდა რომ სიკვდილზე და ხრწნილებაზე გავიმარჯვოთ. ჩვენც გვინდა უკვდავება უფალში. მწვანე ბზა არ ზამთარში კარგავს ფერსა და სიცოცხლეს. და ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ უფალო, ჩვენ სიცოცხლეში გვინდა ყოფნა. შენთან გვინდა უფალო, ორთავ სოფელში შენთან გვინდა ვიხაროთ. განსაცმელს გაიხდიდნენ, არათუ მარტო ტოტებს მოჰკაფდნენ, თავიანთ შესამოსელსაც კი უფალს უფენდნენ წინ. მამები ამბობენ, რომ ძველი ადამიანმა დააგდო, ძველი ცხოვრება უნდა დააგდო, ამ ტანსაცმელივით გაიხადო და ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო. და ნახეთ, როგორი ზეიმი იყო, ასეთი ზეიმი და ასეთი შეხვედრა არც ერთ მონარქს არ მიუღია. არავის არ მიუღია, რაც უფალს შეახვედრეს და მიაგეს პატივი და დიდება. ასობრების ისტორიას არ ახსენს, ოსანას უგალობდნენ. ხსნელა და მეფეთ მიირჩევდნენ და გადამრჩენელად, მაგრამ უფალი სხვა რამისთვის იყო მოსული. მისთვის მიწიერი მეფობა არ იყო მთავარი. აი ჩვენ წირას რო ვიწყებთ, ვამბობთ კურთხეულარს მეუფება მამისა და ძისა და წმინსულისა. აი ამ მეუფებაში უნდა შეიყვანოს ხალხი. ვამბობთ სათასასუფეველი, ღვთისასუფეველი. და ეს რა არის სასუფეველი? ენა რო ვერ იტყვის, გონება რო ვერ წარმოიდგენს, გული რო ვერ განიცდის, ისეთი რამეა და ამისთვის მოვიდა უფალი. ამ სასუფეველის დასამყარებლად მოვიდა უფალი. და როგორ შეძლო ამას მოპოვება? უკვდავების, ანუ სულის უკვდავების, ანუ ჯოჯოხეთში აღარ წავა ადამიანის სული. ჯვრით და თავისი აღდგომით. რატომ რა ქნეს მათ? 4 დღეში, ესე იგი ეს დიდება, ქება, რომელიც გაუგონარი იყო, 4 დღეში შეიცვალა რით? აღიღე და ჯვარსაც ვიეგეო. 4 დღეში. რატომ? მიწიერად სჭირდებოდათ ღმერთი. მიწიერისთვის უნდოდათ. მათ უნდოდათ, რომ მათი მეფე ყოფილიყო, მიწიერი სიხარულით მიეგო, რომაელები განედევნა მათგან, გამეფებულიყვნენ სხვა ერებზე. მიწიერს ეძებდნენ ქრისტეში და რა ნაცნობია, ჩვენც რა ხშირად მიწიერს ვეძებთ უფალში, ეკლესიაში. მიწიერი სიხარულისთვის და შვებისთვის სჭირდება ღმერთი. არ და უფალი სხვა რამისთვის მოვიდა, რომ სათასასუფეველში, თავის სამეფოში, თავის მეუფებაში შეიყვანოს ადამიანი, ვიმეორებ, თვალს რო არ უნახავს და გონებას რო არ, ესე იგი წარმოუსახია, გულს არ განუცდი, 1000 ენა და რო ვერ იტყვის და 1000 გონება რო ვერ წარმოიდგენს, ეს არის სასუფეველი. და მამები წერენ, რომ აიო, მათო 4 დღეში უარყვეს, იმიტომ რომ რაც უნდათ ის არ მიიღეს. და ამიტომ ზურგი აქცია და ჩვენც ესე ხო არ ვართო. ტაძარში კი გვიჭირა ბზები, კი ვადიდებთ უფალს, მაგრამ ცხოვრების წესი თუ სიტყვით არ ვამბობთ ჯვარსაციო, ცხოვრების წესით ხშირად ჯვარს ვასწორებთ ჩვენ უფალს. ჩვენი ცხოვრების წესი ღაღადებს აღიღე და ჯვარსაციო. ამიტომ ერთდღიანი და ერთსაათიანი და ერთ წირვაში კი არ უნდა ჩაეტიოს ეს ჩვენი ოსანას გალობა, ჩვენი უფალთან შეხვედრა. არამედ თავისი ცხოვრებით, რომელიც ერთი წუთია ადამიანის ცხოვრება, წუთი სოფელში ცხოვრება. მარადიულთან შედარებით ერთი წუთი ადამიანის ცხოვრება.
აი ეს ერთი წუთი ადამიანმა სიტყვითა და საქმით ცხოვრების წესით უნდა გაატაროს უფალთან. ოსანას უგალობდნენ ჯვარსაცო, მოციქულები დიდებით მიყვებოდნენ და როცა დადგა განსაცდელი, არც განსჯას დაესწრენ, უფლის განსჯას და არც მის ჯვარს მას არ დაესწრენ. აი ეს არის ადამიანი. მხოლოდ მიწიერისთვის უნდა, მხოლოდ მიწიერისთვის ჭირდება უფალი. და ეს ბზა იმის ნიშანია, რომ ჩვენ ზეციური იერუსალიმში უნდა შევიდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ზეციური იერუსალიმი. ამისთვის უნდა იღვწოდეს ადამიანი. ამას უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ აი წერია რომ უფალი გავიდა აი ამ ხალხის ამ ზეიმის შემხედვარე. ჩვილები აი დედის ძუძუს რო სწავლდნენ, ისინიც კი ღაღადებდნენ, სასწაული ხდებოდა. უფალი დაღონებული იყო ამათი შემხედვარე და ცრემლეოდაო, სტიროდა ქრისტე განკაცებული ღმერთი და რატო სტიროდა? იცოდა რომ წითელ პარასკევამდე გაგრძელდებოდა ეს, 4 დღე გაგრძელდებოდა მარტო ეს ხება და დიდება. იცოდა რომ ჯვარზე გააკრავდნენ, ქვას ესროდნენ, ნერწ ყავდნენ, შოლტავდნენ, სახეში ხელს გაარტყავდნენ, ეკლესიის გვირგვინს დააკრავდნენ ადამიანს და მარტო ისინი თითოეულ ჩვენთაგანი ჩვენი ცოდვები. სევდანარები დღეს სწავლია ეს. და ტიროდა უფალი იმაზეც რომ იცოდა რომ ამის ქმნელ ხალხს მოელოდა საშინელი ნგრევა, მოვიდოდა მტერი ამ ერისა და მიწასთან გაასწორებდა იერუსალიმს. ნუ სრემლეოდეს ჩვენზე და უფალს, არამედ უხაროდეს ჩვენზე და უფალს. ჩვენი ცხოვრებით ნუ დავაღონებთ უფალს. ზეციური იერუსალიმი იყოს მიზანი ჩვენი. სიცოცხლის და უკვდავების და უხრწნელების სიმბოლოა ეს ბზა და უხრწნელებამდე მიგვაღწევინოს დღევანდელი დღის მადლმა. ჩვენი გულიც იერუსალიმი ყოფილიყო, სადაც უფალი შებრძანდება და სრუქება კი არ დახვდება, ნამდვილი სიყვარული დახვდება. აი იცოდა უფალმა ყოვლის ცოდნე იყო ღმერთია განკაცებული და რო უარყოფდნენ, მაგრამ მაინც მიდის მათთან. აი სიყვარულიო, ნამდვილი სიყვარული, წერია მოციქული ამბობს, სიყვარული არ იცვლება. აი დღეს შვილი როგორ უყვარს დედას, მაგრამ შეიძლება დაწყევლოს. რამდენი დედა ყოფილა როგორ წევლის შვილებს. და ასევე მამა შეიძლება განურისხდეს და ასე შემდეგ ბოროტ მოქმედ შვილს და ასე, მაგრამ ნახე, იცოდა რომ მისი ჯვარცმელები იქ იდგნენ, მარტო ბაგით ადიდებდნენ, გული განშორებული იყო, მაგრამ მაინც მათთან მიდის, არ უარყოფს მათ. აი ეს არის სიყვარული. ესეთი სიყვარული გვინდოდეს და ასეთი სიყვარული შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ იცი რომ შენი მტერია, მაგრამ მაინც გაუწვდი ხელს. არ გაიმეტე ბოროტებისთვის. მაინც შეეწევი და მაინც დაეხმარები. აი ეს არის სიყვარული. მშვინვერი სიყვარული აქვს დღესა და ვითომ როგორ უყვარს, მაგრამ შეუძლია მერე ერთ წყენას გადააყოლოს ყველაფერი. უფალმა ეს არ გააკეთა, მათთან მივიდა, არ უარყო, მათთვის ჯვარზე გაეკრა, მათთვის აღზრდა გამკვდარი და მათთვის დაარსა სათასასუფეველი. ვისთვის? აი ამ ჯვარცმელებისთვის, ჩვენთვის, რომელიც ცოდვები ჯვარსაცო უფალს, მაინც გააღო სასუფეველი თუ მოვინანიებ, თუ გულიდან უღაღადებთ ოსანას. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულას მომავალი სახელითა უფლის. ხორბალი თუ არ დაეთესა და მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ვერ აღმოცენდება, მარტო ერთი ხორბალი დარჩება. და თუ ჩაიეთესება, უამრავი ხორბალი იქნება. მაცხოვარმა იცოდა რომ უნდა ჯვარცმულიყო, რომ ხსნა მოეტანა ბევრისთვის. და აი ამ ხსნაში და გადარჩენაში მიგვიყვანოს უფალმა, ამის მოწილენი გახვდეთ, ჩვენი გული იერუსალიმად იქცეს და უფალი შემბრძანდეს იქ და ჩვენ შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ აი ეს ქვეყანა რო დამთავრდება, ეს სარბიელი ზეციურ იერუსალიმში შევიდე და მასთან ვიხარებდე და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აც და მარადის და უკუნისამდე ამინ. შეგახსენებთ, წელიწადში ყველაზე მძიმე დღეებია.
ვისაც არ უმარხულია ეს დღეები მაინც უნდა ემარხულოს. ვინც თავის თავს ქრისტეს აკუთვნებს, ღმერთს აკუთვნებს, სიწმინდეს აკუთვნებს, ეკლესიას აკუთვნებს, მონათლულია და უფლის შვილათვლის თავს, ეს დღეები მაინც მარხვით უნდა გაატაროს ადამიანმა. და პირველი დღე არის ვნების ორშაბათი და იცით რომ ხარების დღესასწაული მოვიდა და ეს მწუხარე დღეები ხარების დღესასწაულმა შეარბილა. ხარების დღესასწაულის გამო ესე იგი ზეთით გაიხსნება ეს დღე. ჩვენი პატრიარქ ჩირათი იტყოდა რომ ძველთაგან გამიგონია ოჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს ამ დროსო ისეთი დიდი უქმი დღეა. ოთხშაბათს საღამოს იქნება ლოცვები, იმიტომ რომ ხუთშაბათს არის დიდი ხუთშაბათი. ის დღე, როდესაც უფალმა პირველად აზიარა მოციქულები. პირველი ზიარება მაშინ მოხდა დედამიწაზე. პურისა და ღვინის სახით ქრისტეს უკვდავს სისხლსა და ხორცს ეზიანენ მოციქულები და მას მერე მთელი კაცობრიობა და ქრისტიანული სამყარო და დიდი ხუთშაბათი სიტყვაც გვეუბნება რომ დიდი დღეა და 9 საათზე იქნება წირვამ ტიპიკონს გამოვაქვეყნებთ. და საღამოს 5 საათზე იქნება 12 ვნების სახარება. იცით რომ ამ დროს ამოკრეფილია 4 სახარებიდან ის ადგილები, სადაც მაცხოვრის ვნების, ტანჯვისა და ჯვარცმის შესახებ გვიყვებიან მოციქულები და ამ დროს ანთებენ ხოლმე სანთლებს სახარების დროს. ეს ტრადიცია არის ძირძველი და გთხოვთ რომ გაუფრთხილდით ტაძრის დიასახლისის შრომას და ძალიან იღვენთება ხოლმე ტაძარი ისურება ამ ნაწვეთები და დამცავი გაუკეთეთ ქაღალდის სანთელს, იმიტომ რომ აღდგომა მოდის და ესე იგი უნდა შევხვდეთ გარეგნული სილამაზისა და შინაგანი სილამაზითაც და ესე იგი პარასკევს უკვე დილის 9 საათზე იქნება სამეფო ჟამნები და 2 საათზე იქნება მაცხოვრის გარდამოხსნა და ჯვრიდან ესე იგი ჩამოხსნა და შუა ადგილას იქნება ესე იგი გამოსვენებული გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება წითელ პარასკევს გარდამოხსნის მსახურება იქნება. ეს არის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს საღამომდე ლუკმას არიღებენ ადამიანები და ატარებენ ლოცვაში, ატარებდნენ ღმერთზე ფიქრში და ჯვარზე, მარადისობაზე და ამ შემდეგ. ეს დღე ეცადეთ იყოთ შენ და უფალი, იყოთ გონებით გოლგოთაზე. აი არავინ არ იდგა, მარტო მენელსაცხებლე დედები იოანე ღვთისმეტყველი, ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელი და აი სხვები სადღაც იყვნენ. და ჩვენც აი უფალთან ვიყოთ, არ მივატოვოთ ამ დღეს, ვიყოთ უფალთან წითელ პარასკევს. და შაბათს, ესე იგი დილის 8-ზე დავიწყებთ, ესე იგი მსახურებას, იცით წესის აგება მაცხოვრისა და მერე იქნება შემოტარება გარედან, გარდამოხსნისა და მერე იქნება ბასილე დიდის წირვა და ხოლო აი აღდგომისთან დაკავშირებით 11 საათზე შაბათს იქნება, ანუ 23 საათზე მცირე მსახურება შუაღამიანი და 12-ზე იქნება საზეიმო ლიტანიება ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაუთენო საქართველოს. და ჩვენ ეკლესიაში ეს სიხარული გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენი ტაძარი არის ივერიის ღვთისმშობლის ხატის, სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძარია და ბრწყინვალე შვიდეულში ჩვენ გვექნება ლოცვა 6 საათზე, იმიტომ რომ საფლავებზე გადის ხალხი და ამიტომ 18 საათზე დავიწყებ, ხოლო სამშაბათს იქნება ყველაზე დიდი დღესწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, ათონზეც ამ დღეს გამოაბრძანებენ ხატს და დიდი ლიტანიობით შემოატარებ და ჩვენი დედა ხატიც, რომელიც აი მობრძანდა და მერე აშენდა ეს ტაძარი, რომელიც შემკულია ძვირფასად, ჩვენ და ათონის თვიდან ჩამოვაბრძანეთ ეს ხატი, იმ ხატებზეა მიდებული დედახატზე, ამას გამოვაბრძანებით და საზეიმო ლიტანიობით შემოვატარებ ტაძარს. ანუ ამ ტაძრის ყველაზე დიდი დღესწაულია და ყველა ერთად შევიკრიბები და მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს დედას, ღვთისმშობელ მარიამს ვახარებთ ქრისტეს აღდგომას და მის სიხარულში ვიქნებით სამშაბათს. იცით რომ ამ წელს 1700 წელი სრულდება, მას შემდეგ რა ჩვენ ოფიციალურად ვართ ქრისტიანები. იქამდე ანდრია მოციქული, სიმონ კანელი, მატათა მოვიდა და ქადაგებდა ჩვენში, მაგრამ აი
წმინდა ნინოს დროს კი მოხდა ოფიციალურად გამოცხადება ქრისტიანობისა და 1700 წელს დღეს სწავლობთ და ამასთან დაკავშირებით ესე იგი მთელი რიგი ღონისძიებები იმართება და მათ შორის ჩვენ ტაძარმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ესე იგი იქნება ფილმების ჩვენება, 2 კონფერენცია და ასევე თუ არ მეშლება, ესე იგი წმინდა ადგილების მოლოცვა, აი ერთზე ასეთია მცხეთიდან შიომღვიმემდე ფეხით ცვლელობა და სხვადასხვა ადგილებში ასევე და ვისაც სურვილი აქვს რომ აი ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა და ესე იგი ამ 1700 წლის თავთან დაკავშირებით თვითონაც იყოს ამ დღესასწაულის აღმნიშვნელი და მონაწილე, გეტყვით რომ სად უნდა მიხვიდეთ და აი ამ ყველაფერში მონაწილეობა როგორ მიიღოთ. მერთმა დალოცოს საქართველო, მერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, სოფლიო ეკლესია, სამყარო დალოცოს ერთმა და მრავალ ბრძობას დაგასწროთ. პირველი ბრძობა, როცა პატრიარქის გარეშე დღესასწაულო, რაც თავი მახსოვს, პატრიარქი წირავდა ამ დღეს და ისაკურთხებდა ბრძას და ზეციური იერუსალიმში შეეგებოს მას უფალი. დამკვიდრე საქართველოს დიდი პატრიარქილია მეორე და იქიდან ილოცოს ჩვენს, რომ ჩვენ ზეციურ იერუსალიმში შევიდეს, როცა უფალი ინებებს. ეხლა ბრძას ვაკურთხებთ კიდევ ერთხელ. მერე პატრიარქის სახელზე გადავიხდით პანაშვიდს და ამით მიულოცავთ მას ზობის წინვალე დღესასწაულს. უფლის ამიმართ ვილოცოთ. უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელიც ზეზი ქერუბიმთა, რომელმან აღადგინე ძალი შენი და მოავლინე მხოლოდ შობილი ძეი შენი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა აცხოვნო სოფელი ჯვარცმითა, დაფლითა და აღდგომითა თვისითა და შევიდა წმინდასა ქალაქსა იერუსალიმსა ნეფსით ვნებად. ერი რომელიც ხდეს ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა. მიიღეს მათ საძრეველად განზრახვით რტონი ხეთანი და ბაია ფინიქთა აღდგომისა მომასწავებელად. ეგრეთვე შენ მეუფეო მოგვეც ჩვენსა, რათა მიღებითა რტოთა ხეთასა და აპყრობითა ბაიასითა წინაშე დღესასწაულისა დღეს ამის ბაიასისა მომასწავებელად მისავ ქადაგებდეთ, ვითარცა იგი ერნი და ჩვილნი, რომელნიცა ოსანასა შენ და შესწირვიდენ. დაიცვენ იგინი, დაც ჩვენსა ღირსვენ გალობა და ქებითა სულიერითა თაყვანისცემა ცხოვრების მომნიჭებელისა, მესამისა დღისა აღდგომისა, უფლისა ჩვენის იესო ქრისტესა, რომელი კურთხეულ ხარ თანა ყოვლა წმიდით, სახიერი და ცხოველმწყობელი ცული ჩვენი თურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. იკურთხება ბზა ესე ცხურებითა წმინდისა წყლისა აიაზმისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. კურთხეულა ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
წმინდა სამებაო შეგვიწყალენ ჩვენ უფალო გვიხსენ და გვიხსნიან წოდათა ჩვენთაგან მეუფეო შეგვინდა უჯილოვებანი ჩვენი წმინდა მოიხილე და განკუნე ძულურებანი ჩვენი სახელისა შენისათვის უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნის სამდიამენ მამაო ჩვენო რომელი ხარცა და შინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედინს უფლება შენი იყავნება შენი ვითარცაცა და შინა ეგრეთ საქვეყანასაზე და გური ჩვენი არსობის სამომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთან და ჩვენ თადანუ შემიყვანებთ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნიან ჩვენ ბოროტისაგან უმეცი შენი არსუფევა ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნთუგუნისამდე სულდანა სულემოზა მარტასა თუსა ვიძალებული სამონისა მიშენისასა განუსენე მაცხოვა ლავისა სანადროსამას სორებასა გასმოღარე განსასვენებელსა შესამაცხოვა სადაღოელი წმინდანი შენი მგვიდრარია განუსვენე უფალო სულსა მიცვალებული სამონისა მიშენისასა რამე თუ შენ ხოლო ხარ გასმოღარე დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა შენ ხარ ღმერთი რომელიც სახელჯოჯოხეთო და დახსენ სამოვანი შესვენებუდანი არცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულსა მიცვალებული სამონისა მიშენისასა ოცდა მარადის და უგუნისამდე ამინ შენ ხოლო უბიძაო და უსნელო კაცოლო რომელმა შეუერთი ხორჩესხული მასევე დღე რათა ცხონო სული ამისი შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ განსვენებისათვის უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა ბიჯვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასი და რათა შეენდვეს მას ყოველი შეწოდება იმისნი ნესიტნი და უნებლიეთნი ჩვენმან დაწესო სული მისი სადაცა მართალნი განისვენებენ
მამისა და სასუფეველიცათა და მიტევება ცოდვათა მის და ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ უფლისა მიმართვილოცო სიგილი განახარვა და შემოგიდას მე ცხოვრებას უხესემოან შენუფალო განესენე სულსამიცვალებულისა მონისა შენისა ახლა შესენებულისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა დამცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა ბიჭვინას ხომღის მიტროპოლიტისა ისა მეუფის მამისა ჩვენისა ილიას ადგილისა ნათლისას ადგილსა მწვანილოვანს ადგილზე განსმესა და იგი არა არ სალომონ წუხარება ყოველივე ცოდვანი მის მიერ ქნული სიტყვით საქმით და მოგონებით მე ვითარც ახერმა და გასვა ყვარემან ღმერთმან შეუმნო რამე თუ არა არის კაცი რომელიც ხონეს არასოდეს რამე ჩემ ხოლო ხარ უცხო ყოვლისა ცოდვისა სიმართლე შენი სიმართლე სიტყვა შენი ჭეშმარიტ შენ ხარ აღდგომა ცხოვრება და განსვენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიასი ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ დადიდება საავლენ თანა დაუსაბამოთ მამით შენით ყოვლადწმინდით სახიერი და ცხოველს ყოფილი ცულის შენი თუ აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე სიბრძნით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ Dios nesa, querubim tasa, dogmate vitus esta esa serabim tasa, canus velado, shobasa situis actisasa, holos actis shobasa galovit gadidevdu. დიდება შენ და ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენ და Mamasa da zesa, da წმინდა სასულსა, აზამარადის და უკუნისამდე ამინ. Უბალო შეგვიწყალენ, უბალო შეგვიწყალენ, სახელითა უფლისათა, მაღალისა რომელიც ხოლთა და მკვდართა აღდგომარს ქრისტემან ჭეშმარიტ მერთმან ჩვენმან მეოხებით ყოვლად უხსნელისა დედისათვისა და ღირს და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩვენთა და ყოველთა წმინდათა სული ჩვენგან ახლად შესვენებულისა უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა ბიჭვინთისა ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასი საყოფელთა მართალთასა და აწესნეს სიახთა შინა აბრამისათა განუსვენეს და ჩვენ შეგვიწყალნეს ვითარცა სახიერარს და კაცთ მოყარე სანატროთაშტინაძნება საუკუნო განსვენება მიხმადლე უფალო მიცვალებულ სამონაშენსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიას და მეცმა საუკუნო ხსენება საუკუნო დიღავსენება ამისი საუკუნო დიღავსენება ამისი სენება და კურთხება ამისი სულმან მისმან ედილთა შინა განისვენოს დანათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა სულმან მისმან ედილთა შინა განისვენოს დანათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა სულინა სული მართალთანი შენ გაგებენ უფალო სული და სული
მართალთანი შენგან გალობენ უყალო სული და სული მართალთანი შენგან გურთებენ უყალო უფალმან ჩვენი პატრიარქი საქართველოს მამა და მოძღვარი დააწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც საქართველოს დიდი პატრიარქები ბრწყინავენ, საქართველოს მეფე დედოფლები ადიდებენ უფალ ღმერთსა. იქ ზეციურ იერუსალიმში დაემკვიდრონს და თქვენ მისი ლოცვით დიდხანს იცოცხლეთ, რათა მარადის უგალობდეთ უფალს ოსანასა, ოსანა მაღალთა შინა, ურთხეულორს მომავალი სახელითა უფლისათა.